საგამშვიდობისა ტელეკომპანიებზე სპორტის მოყვარულთ გიწვევთ ტელეეკრანებთან ჩვენ 22 საათიდან ტრადიციულად ვიწყებთ თქვენთვის მუშაობას ეთერშია ტელეკომპანია მზისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გადაცემა იცხოვრე სპორტით რომელიც იცით თქვენ უკვე რომ ეხება არა მარტო ფეხბურთის ან რომელიმე კონკრეტულად რომელიმე სახეობის შესახებ საუბარს არამედ მთლიანად გლობალურად ქართულ სპორტში მიმდინარე მოვლენების განხილვას და მე ვფიქრობ რომ საკმაოდ საინტერესო თემებს გთავაზობ და გამონაკლისი არც დღევანდელი დღე იქნება მით უმეტეს რომ თემა რომელიც ჩვენ დღევანდელი გადაცემისთვის შევარჩიეთ ძალიან რეზონანსული იყო გარკვეული პერიოდის წინ და მე ვფიქრობ რომ შეცდომა იყო რაც გაკეთდა და ძალიან კარგია ის რის გაკეთებაც იგეგმება ამ ყველაფერზე რა თქმა უნდა ვისაუბრებთ მე უბრალოდ შეგახსენებთ ტელეფონის ნომერს 221-21-30 თქვენ შეგიძლიათ დავკავშირდეთ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში მაშასე რაც შეეხება თემას პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გადაწყვეტილებით სპორტის აკადემია აღდგება, სახელწოდება შეიცვლის და სპორტის უნივერსიტეტის სახელით იფუნქციონირებს. უნივერსიტეტი სხვადასხვა სპორტული კვალიფიკაციის სპეციალისტებს მოამზადებს ამ საკითხში საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შოტლანდიელი მრჩეველი ჩარლი რებერნი მოიწვია. ამ თემასთან დაკავშირებით მთავარი რაც არის მე მინდა აქცენტი გავაკეთო იმაზე რომ მთავარი რაც არის ის რომ დაიწყო საუბარი აკადემიის აღდგენაზე და შესაბამისად ეს მე ვთვლი რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა საერთოდ ქართული სპორტის განვითარებისთვის. ამ თემაზე სასაუბრო დღეს ჩემთან სტუდიაში სტუმრად იმყოფებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი თამარ თევზაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონ თამარ მე წინა სიტყვაობაში დავაანონსე ჩვენი სტუმრის შესახებ რომელიც ჩამოსულია თბილისში უკვე თუ არ ვცდები მეორე დღეა მიმდინარეობს მუშა შეხვედრები სპორტის სამინისტროში რომელიც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია 16 დეკემბრამდე გასტანს რა სახის შეხვედრებია და რა საკითხების განხილვა მიმდინარეობს ამ შეხვედრებზე იმიტომ რომ ბუნებრივია ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესოა ქართული სპორტის მოყვარულთათვის. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით მისალმები გადაცემის ტელემაყურებლებს, გადაცემის ტელემაყურებლებს და სანამ უშუალოდ თქვენ კითხვაზე პასუხს გავცემთ, მინდა აღვნიშნო ჩვენი სამინისტროს მიერ სახელმწიფოებრივი ხედვა იმ პრიორიტეტთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკური განათლებისა და სპორტის განვითარებასთან. ეს პრიორიტეტული საკითხები არის გამოყოფილი ჩვენ მიერ და შესაბამისად ეს პირველ მეორე მესამეს ესე ჩამოთვლით თავის თანმიმდევრობით, ეს არის პირველი სპორტული ინფრასტრუქტურა მეორე სპორტის სპეციალისტები და მესამე სწორედ მასობრივობა და სპორტი ყველასათვის და შესაბამისად მაღალი მიღწევების სპორტი და პროფესიული სპორტი. როდესაც ჩვენ დღეს საუბრობთ თემაზე, რომელიც თქვენ წამოჭერით, ცხადია მე კი აღნიშნე ეს არის მეორე პრიორიტეტი, მაგრამ პრაქტიკულად ხდება სწორედ მისი წამოწევა პირველ ეტაპზე, რადგანაც მნიშვნელოვანია რომ ინფრასტრუქტურას ასევე შესაბამისად ყავდეს ის სპეციალისტები, ამაში გულისხმობ მწვრთნელები, მასწავლებლები და ასე შემდეგ, რომლებმაც ამ ინფრასტრუქტურაზე სწორედ უნდა მოახდინონ ბავშვების, ახალგაზრდაობის, მოზარდითაობის და საერთოდ ზოგადად სპორტისათვის კადრების შევსება. აბსოლუტურად გეთანხმებით იმ შეფასებაში, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, თქვენ სიტყვაში, რომ ეს იყო შეცდომა, მაშინ 2007 წელს სპორტის აკადემიის გაუქმება და დღევანდელ დღეს პრაქტიკული ნაბიჯები იდგმება, როგორც აღნიშნეთ, აი მეორე პრიორიტეტის განსახორციელებლად. ბუნებრივია რომ ეს მოხდეს, განხორციელდეს და იყოს ეფექტური მომავალში, ის და შესაძლებლობის და გვარად ავინაზღაუროთ ეს დაკარგული წლები, ეს არ არის პატარა 5 წელი. ბევრი კომპლექსური საკითხები არის გადასაწყვეტი და შესაბამისად დღევანდელ დღეს რადგან ვისაუბრეთ იმ სტუმარზე რომელიც არის პირველი საერთაშორისო სტუმარი შეიძლება ითქვას ჩვენთვის სამინისტროსი ეხება სწორედ იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტს რასაც ქვია უნივერსიტეტის აღდგენა დაფუძნება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ის გამოცდილება გავიზიაროთ რომელიც არის ევროპის ქვეყნებში. და შესაბამისად ამ მისის სტუმრობა ვიმედოვნებ უკვე მეორე დღეა როგორც აღნიშნეთ მიმდინარეობს და ის იქნება ეფექტური სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის მისი გამოცდილების გაზიარება მისი შეხვედრები უკვე მეორე დღის შეხვედრები სწორედ ამის წინაპირობაა რომ წარიმართოს ის გადაიდგეს ის პრაქტიკული ნაბიჯები
თავის ამ კუთხით, რომ აკადემიის ფუნქციონირება იყოს წარმატებული. კი ბატონო, ირაკლი, მე მინდა კითხო, მისი ვიზიტი შემოიფარგლება მხოლოდ თბილისში ყოფნით, თუ არის გეგმაში, რომ 16-მდე ამ ადამიანს რაღაც გარკვეულწილად დავათვალიერებინოთ რეგიონებში არსებული ჩვენი ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, რადგან გვეძლევა შესაძლებლობა ვისაუბროთ სპორტის პრობლემატიკაზე, ვიგრძელოთ ანალიზზე, სპორტში არსებულ პრობლემებზე, მათ გამოწვევ მიზეზებზე და მოგვარების მეთოდებსა და საშუალებებზე. რაც შეეხება ჩვენ სტუმარს, მე პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო რაგბის კავშირს და კერძოდ საქართველოს ნაკრების მთავარწვრთნელსა და კონსულტანტს რიჩი დიქსონს, რადგანაც მისი ინიციატივით, მისი რჩევით იქნა მოწვეული ეს ექსპერტი, საერთაშორისო ექსპერტი, ბატონი ჩარლი რებენი, რომელიც არის სპორტული განათლების მიმართულებით და არა მხოლოდ ამ მიმართულებით ფიზიკური აღზრდის სპეციალისტი. ბავშვთა სპორტში მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და არის საერთაშორისო სასკოლო ფედერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეხვედრები ჰქონდა ძირითადად აკადემიის თემასთან დაკავშირებით, რადგან სპორტულ განათლებას ეხება საკითხი, თუმცა როგორც ბატონმა თამაზიმ ბრძანა, ეს ერთი კომპლექსია სპორტი ყველასათვის, უმაღლესი მიღწევების სპორტი, კადრების საკითხი და ინფრასტრუქტურა. ჩვენ ორი დღის განმავლობაში საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაო ჰქონდა, დისკუსიაც ჰქონდა, ერთმანეთის გაუზიარეთ ჩვენი გამოცდილებები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც გვაქვს გარკვეული გამოცდილება დაგროვილი, მათ შორის ევროპული უმაღლესი სასწავლებლების გამოცდილება ვიცით. ჩვენ წლების განმავლობაში დავდიოდით როგორც ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გერმანიის სისტემა, კეულნის უნივერსიტეტი და მათ შორის ლაიფციგის უნივერსიტეტის სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტი და ასე ვთქვათ ევროპის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რაც შეეხება სპორტის აკადემიის აღდგენის საკითხს, მე მინდა რამდენიმე დეტალს შევეხო. პირველ რიგში ასევე მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომ 3-5 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ბრძოლა გაიარა იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ეს უმაღლესი სასწავლებელი. შენარჩუნებაში გულისხმობ იმას, რისი გულისთვისაც ვიყო მთავარი мотиваცია ამ უმაღლესი სასწავლებლის გაუქმების. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ სანაცვლო არაფერი არ მიგვიღია, რასაც თავიდანვე ვამბობდით და ეს იყო მოტივირებული იმ ტერიტორიის გაყიდვით და გასხვისებით, რომელიც რა თქმა უნდა ვერ მოხერხდა, ეს იყო პრობლემატური, დღემდე სასამართლოში იყო ეს საქმე. დღეს პრაქტიკულად ახალი ხელმძღვანელობის და ხელისუფლების მოსვლის პირობებში ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც დაისვა, ეს არის უმაღლესი სასპორტო განათლების სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობდა და ეს 5 წლიანი წყვეტა ჩვენ კიდევ მოგცემს უარყოფით შედეგს დაახლოებით 1-4 წლის განმავლობაში, სანამ არ მოხდება კურსდამთავრებულების გამოშვება. მაგრამ ნამდვილად გასახარებელია და გამარჯვების ტოლფასია და აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე დაწყებულია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის საკითხი უმაღლეს სასწავლებლის აღდგენისთვის, ანუ ჩამოყალიბებისათვის. ეს იქნება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კარგი, ჩვენ დეტალებზე აუცილებლად ვისაუბრებთ, იქამდე მინდა ისევ ამ სტუმრის ვიზიტის ირგვლივ ვიტრიალო. ბატონო თამაზ, რატომ შეჩერდა არჩევანი კონკრეტულად ამ ადამიანზე და ვთქვათ არა რომელიმე სხვა სპეციალისტზე? სანამ ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, თქვენ აღნიშნეთ რეგიონი კითხეთ ბატონი ირაკლის და მე მინდა განვავრცო, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კითხვაა თქვენი მხრიდან, მისი თქვათ ვიზიტი რამდენად შესაძლებელია რეგიონებში. მე გეტყვით, რომ თვისის ამ ეტაპზე არ მოხერხდება, ჩვენ იდეაში აუცილებლად გვაქვს რეგიონებთან მიმართებაში, ასევე ამ საკითხის გადაწყვეტა იმ კუთხით, რომ ყველას კარგად გვახსოვს, რომ გარდა სპორტის აკადემიისა, ჩვენ რეგიონებში ქონდა თელავში, ათუმში, ქუთაისში, გორში, თუ არ მეშლება რომ კიდე ხვალ ის კადრები, სპეციალისტები, რომლებიც ამ ფაკულტეტებზე სპორტთან მიმართებაში მუშაობდნენ. შესაბამისად, იქაც არ არის და მომავალში არა მარტო უნივერსიტეტის აღდგენაზეა საუბარი, აკადემიის აღდგენაზეა საუბარი, არამედ შეძლების დაგვარად გამომდინარე კადრების ინტელექტუალური რესურსის არსებობიდან ფაკულტეტების, სპორტის ფაკულტეტების გახსნა რეგიონებში. და აგრეთვე თვითონ თბილისში შესაძლებელია იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. ეს სპორტის ფაკულტეტები ეს უკვე დამოკიდებული არის.
რაც შეეხება მისი არჩევანი, ამ განაპირობა ჩვენ ინტენსიურად დავიწყეთ ჩვენი მეგობრების, კოლეგების, რომლებიც არიან საზოგადოებრივი აქ კონტაქტები ირაკლი აღნიშნა და მადლობა გადაუხადა სწორედ რაგბის ფედერაციას, რამე თუ რაგბის ფედერაციაში ყოფილი თაუფლესი მწვრთნელი რიჩი დიქსონი დიდხანს მუშაობდა და ის არის ასევე განათლების სისტემიდან და შესაბამისად ეს კანდიდატურა მან შემოგთავაზა. მე პირადად ჩემი დიდი გამოცდილებიდან ურთიერთობების, რომელიც მაქვს საზოგადოების ქვეყნებთან, შეიძლება ითქვას, რომ დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა სწორედ სპორტის საგანმანათლებლო სისტემაში. მეცაც გეტყვით, რომ ჩვენ ბავშვთა სპორტთან დაკავშირებით ყავდა სწორედ ასევე ინგლისელი ექსპერტები მოწვეული, როდესაც მუშაობდი მე თვითონ ბავშვთა სპორტის სტრატეგიაზე. ისე რომ ეს კანდიდატურა იყო მათ მიერ, მეც ისარგებლო შემთხვევიდან მადლობას გადავუხდი რაგბის ფედერაციას იმ ყურადღებისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს და შესაბამისად უკვე ამ ორმა დღემ გვაჩვენა, რომ ის არის ის ადამიანი, მას გააჩნია ის პოტენციალი, რომელიც გამოცდილება იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის. კი ბატონო, და აქვე განვაგრძობ ამ თემაზე საუბარს. ირაკლი თუ იგეგმება, ბუნებრივია უნდა დაიგეგმოს, იმიტომ რომ ერთი ვიზიტით შორსდებით ხო ბუნებრივია და თუ გაქვთ რაიმე უკვე დაგეგმილი სხვა სპეციალისტების ვიზიტებიც ჩვენს ქვეყანაში. არა მარტო თბილისში, რა თქმა უნდა. იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტული ნაბიჯებია ჯერ გადასადგმელი უნდა შეიქმნას მთავრობის დადგენილება, რომლის პროექტი უკვე არსებობს. ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფიზიკური აღზრდა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ უკვე მთავრობის ხდომაზე გავიდა და გადაწყდა საკითხი დაჩქარებული წესით ამ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის დაწყების შესახებ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ეტაპი, რასაც ქვია აკრედიტაციის გავლა, ამ პერიოდს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ უკვე უმაღლეს სასწავლებელში, როდესაც ზაფხულისთვის იმედია მოესწრება ელემენტარულად შესვლა და კონკრეტულად მუშაობა, ჩამოვიყვანოთ კიდევ რამდენიმე ექსპერტი. კიდევ ერთხელ ჩვენი კონტაქტებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი შესაძლებლობა არსებობს ევროპული ქვეყნების გამოცდილება გავიზიაროთ. განსაკუთრებით კიდევ ერთხელ აღნიშნავ გერმანიის გამოცდილებას, რომელშიც თავად მაქვს მონაწილეობა მიღებული როგორც სტუდენტსაც და როგორც ყოფილი აკადემიის ხელმძღვანელს ვიზიტებიდან გამომდინარე და კიონის უნივერსიტეტს, სხვადასხვა ფედერალურ მიწებზე არსებულ ფაკულტეტებს და მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილებას. მხედველობაში მაქვს პოლონეთი, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენ ნამდვილად გეგმავთ და არა მხოლოდ უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანას და მოწვევას, მათ შორის ჩვენი კადრების გაგზავნას და ურთიერთგაცვლით პროგრამების განხორციელებას. ძალიან კარგი. ძალიან ბევრი მიმართულებებია ექსპერტებთან მიმართებაში იმკუთრეთ, რომ აქ ეს არის დაკავშირებული სასწავლო პროგრამებთან, სასწავლო გეგმებთან, ასევე ეს დაკავშირებული არის სპორტულ მეცნიერებასთან. ბუნებრივია ჩვენ ვერ მოვიცავთ ძალიანად გლობალური თემაა სპორტული მეცნიერება, მაგრამ ის კადრები, ის ტრადიციები, ის რესურსი, რომელიც არის ჩვენ ქვეყანაში, ის არის ისევ ხელახლა ასაღურძინებელი და გამოსაყენებელი მომავლისათვის, სწორედ რომ ეს მიზანი, რომელიც არის, რომ პრიორიტეტი რომ ყავდეს სპორტის სპეციალისტები. კი, ჩვენ ამ თემაზე აუცილებლად ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა მაქვს მეც დაგროვილი. მე უბრალოდ მაყურებელს შეგახსენებ, თქვენს ეკრანებზე ტელეფონის ნომერი 221-21-21 შეგიძლიათ და დავკავშირეთ, მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. ჩვენ ვსაუბრობთ საკმაოდ საინტერესო თემაზე, თემა, რომელიც ეხება სპორტის აკადემიის აღდგენას ჩვენს ქვეყანაში. მე აუცილებლად მინდა კითხოთ რიჩი დიქსონის ფუნქციაზე, ამ შემთხვევაში თუ როგორც მას პინძელი ისე მოიაზრება. თუ აქვს რაიმე შეხვედრებში ხანდახან ამოთ რომ ქართული მხარე არის რიჩი დიქსონი. ანუ მას მოიაზრება. იმდენად რამდენადაც მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამ საგანმანათლებლო კუთხით უშუალოდ რაგბის სფეროსთვის. ან ჩვენ ვიცით თუ როგორ ხელი შეუწყო იმ ესე ვთქვათ შემოქმედებით მუშაობას ბჭყალებში რაგბის ფედერაციაში ამ კუთხით, რომელიც დაკავშირებული არის რაგბის როგორც სპორტის განვითარებას. და ბავშვთა რაგბი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საგანმანათლებლო პროცესები არა მარტო თქვათ გლობალურად აკადემიური კუთხით არის, არამედ სპორტის მიმართათაც არის და მას შეიძლება ითქვას რომ დიდი როლი მიუძღვის. კი ბატონო, 2-21-21-31 დავკავშირეთ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში, დავშვით ნებისმიერი კითხვა ამ კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. ირაკლი, то ორივეს ბატონო თამას თქვენს მინდა კითხოთ, ირაკლის კითხოთ ჯერ მოდი ესე ვთქვათ, გულახდილად რომ ვისაუბროთ. რა დავკარგეთ ჩვენ ამ რამდენიმე წლის წინ, როდესაც გავუქმდა სპორტის აკადემია. უკაცრავად მაყურებელი ყავს, შემოუშვათ მაყურებელი და საღამოშიდობის გისმენთ. გამარჯობა დგენიცვალე. გამარჯობა. ბოდის ვიხდი
მე ბატონი ირაკლისთან აქვს ერთი შეკითხვა. დიახ. მოგეხსენებათ რომ სპორტის აკადემია უდიდგანვე განხმული იყო თავისი სპეციალისტებით და თავისი ინფრასტრუქტურით. აი თუ იქნება შერჩევა იმ ძველი თანამშრომლებით, რომელი თანამშრომლებიც მუშაობდნენ ადრე სპორტის აკადემიაში და რა წესით იქნება მათი შერჩევა. კი ბატონო, ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა 2-21-31 ირაკლი, ეს კითხვა ისედაც უნდა დასმულიყო ჩვენს გადაცემაში, ამიტომ მოდი კითხვები, რომელიც იქნება გადაცემის დასკვნითი ნაწილისკენ მოვიწევთ, მანამდე ვილაპარაკოთ ამ კონკრეტულ თემაზე და მაყურებელიც იმედია დაგველოდება. გისმენთ. ანუ რა დავკარგეთ ჩვენ რეალურად აკადემიის გაუქმებით. მოდით მე რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემებს მოგიყვანთ და აქედან გამომდინარე ვივჯელოთ თუ რა დავკარგეთ და კიდევ რა ხელა პრობლემის წინაშე ვდგავართ. დავიწყოთ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებით, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლების კუთხით. სკოლებში, საჯარო სკოლებით დავიწყოთ, რომელიც ვფიქრობ ყველაზე დიდი პრობლემაა დღეს ქვეყანაში. საქართველოში არსებული საჯარო სკოლების მასწავლებლებიდან და ეს რაოდენობა არის 4196 მასწავლებლიდან 62%-ს არ აქვს შესაბამისი განათლება. ეს არის კატასტროფული მონაცემები. მათ შორის 821-ს არ აქვს უმაღლესი განათლება. ეს არის 2010-2011 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. მაშინ რანაირად ხდება მათი დასაქმება იმ ადგილებზე, სადაც მუშაობენ? აი ზუსტად მაგაში არის მთავარი კითხვა, ეს არის წლების განმავლობაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 2010-2011 წლებში ჩატარებული გამოკითხვა, კვლევა, რომელიც ოფიციალურად განათლების სამინისტროს მიერ არის შედგენილი. აქ ხშირ შემთხვევებში ხდება, რომ ფიზიკური აღზრდის მასწავლებლების ნაცვლად შედიან სხვა სპეციალობის ადამიანები, რომელსაც შეიძლება მიწერილი ქონდეს საათები, ან პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს გაკვეთილები არასრულფასოვნად ტარდება, არასრულყოფილად ტარდება, რბილად რომ ვთქვათ. აღარაფერს ვამბობ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ასევე სავალალო მდგომარეობაშია. ეს რაც შეეხება საჯარო სკოლებში არსებულ სიტუაციას. ჩვენ კარგად უნდა გავითვალისწინოთ, რომ სპორტული კუთხითაც საკმაოდ დიდი პრობლემაა მწვრთნელების კუთხითაც. ეს უკვე სპორტის სახეობებს ეხება. აქ საშუალო ასაკი ძალიან მაღალია არსებული მწვრთნელების სხვადასხვა სპორტის სახეობაში და ამ წყვეტამ აქაც ნეგატიური შედეგები მოგცა. როდესაც საუბარია უცხოეთიდან ჩამოყვანილ მწვრთნელებზე, ხშირად მიწევს ხოლმე ამასთან დაკავშირებით კამათი და კრიტიკაც, მაგრამ აქ ნათელი მაგალითია და შესანიშნავი განხორციელებული პროექტი ამ შემთხვევაში რიჩი დიქსონი, მაგრამ ჩვენ ვიცით წარუმატებელი პროექტები ამ კუთხითაც მწვრთნელების მიმართებაში. აქედან გამომდინარე რომ ანუ ბოდიში თქვენ არ ეთანხმებით უცხოელი სპეციალისტების მოწვევას ამას გულისხმობთ თუ ეს არ ნიშნავს რომ ავტომატურად ყველას ვისაც მოვიწევთ ეს არის წარმატებული პროექტი იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ უცხოელების იმპორტი ასე ვთქვათ მწვრთნელების ფეხბურთში რამდენიმე თაობა რამდენიმე პერიოდი ნახეთ შვილდოსნობაში ნახეთ ძიუდოში და ნახეთ კალათბურთში და რაგბიში არის პოზიტივიც და არის ნეგატივიც აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ იმას რომ შესაძლებელია სრულყოფილებისათვის მოხდეს კადრების მომზადება საერთაშორისო გამოცდილებით და მომზადეს საქართველოში და საერთაშორისო გამოცდილებით მომზადეს კვალიფიცირებული კადრები. ეს რაც შეეხება სპორტს. საჯარო სკოლებზე გითხარით რომ ძალიან დიდი ნეგატივი იყო და არის ის რომ პრაქტიკულად სკოლებში არის საკადრო შიმშილი ამ მიმართულებით და ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ იმას რომ უნივერსიტეტის აღდგენის თანავე ჩვენ გავაკეთებთ კვალიფიკაციის გადამზადების კურსებს რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს იმიტომ რომ ის როდესაც 2007 წელს გაუქმდა აკადემია 11 ივლისს აქამდე დღეს აბსოლუტურად წყვეტა გვაქვს როდესაც თუ ღმერთმა ქნას და 2013 წელს ჩვენ პირველი კურსი მივიღეთ ეს კიდე 4 წლის შემდეგ დაამთავრებს და კიდევ სად გავდივართ დაახლოებით 10 წლიან წვეტაზე 9 წლიან წვეტაზე გავდივართ აქედან გამომდინარე აუცილებელი იქნება შეიქმნას გადამზადების რაღაცა ცენტრი უნივერსიტეტში რომელიც არსებულ პედაგოგებს და მასწავლებლებს კვალიფიკაციის გადამზადებას მოახდენს. კარგი, მე ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდები ირაკლი, იმიტომ რომ თქვენ ხაზი გაუსვით უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ზოგგან გაამართა, ზოგგან არ გაამართა. რეალურად ჩვენ რო ავიღოთ ეხლა კალათბურთი და რაგბი არის ყველაზე წარმატებული სახეობა დღეს სადაც მუშაობენ უცხოელი სპეციალისტები. მე არ მინდა კარგი ამაზე უნდა მოგვიანებით ვისაუბროთ ბატონ თამაზ, მე მინდა კითხოთ ეხლა იგივე თემა რომ გავაგზავნოთ და
განვარცხოთ. იმ შემთხვევაში რომ არ მომხდარიყო ის რაც მოხდა ამ რამდენიმე წლის წინ, როგორ ფიქრობთ დღეს ჩვენ გაცილებით უფრო უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა ამ ხრივ, თუნდაც იგივე რაც ირაკლიმ ჩამოთვალა საკადრო თვალსაზრისით, იმიტომ რომ ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც მან მოიყვანა, მით უმეტეს ახლა როდესაც ფიზიკურ აღზრდაზეა საუბარი, ეს ნიშნავს, რომ საქმე გაქვს ბავშვებთან. მე მიმაჩნია, რომ უცოდინარი ადამიანის ბავშვებში მუშაობა არის კრიმინალი და ძალიან სერიოზული დანაშაული, იმიტომ რომ ღმერთმა უწყის რა შეიძლება მოყვეს მის მიერ ამ არაკომპეტენტურ ქმედებებს, თუნდაც იგივე ფიზკულტურის გაკვეთილზე. არა აქვს აუცილებლობა, რომ განსაკუთრებული დატვირთვები მისცეს. ვიქნებოდით თუ არა ჩვენ რამდენიმე ნაბიჯით წინ, რომ არ გაუქმებულიყო სპორტის აკადემია. პირდაპირ ამაზე ესეთი ცალსახა პასუხი არ არის, მაგრამ აქ შესაბამისად აუცილებელია დღევანდელ დღესაც ის კვლევა ჩატარდეს, რომლის საფუძველზედაც უნდა გაკეთდეს ანალიზი და შემუშავებული იყოს სტრატეგია. რადგან ირაკლი ახსენა უბრალოდ ეს მონაცემები, სწორედ კვლევის მასალებიდან არის 2010-2011 წელს მანამდე რომ არ ყოფილა ეს სკოლებში. ამიტომ ახლა ცოტა რთული იქნება ამაზე პასუხი გაცემა, მაგრამ ფაქტი ის, რომ წყვეტა მოხდა, ეს უკვე შემაშფოთებელი გახდა, დღევანდელ დღეს უკვე გძნობთ ამას, რომ გავიდა და უკან და უკან წავიდა. ცხადია, როდესაც წყვეტა რო არ ყოფილიყო, ამდენად ესეთი სტატისტიკური მასალა არ იქნებოდა რასაკვირველი, მაგრამ აქ მეორე საკითხი დგება თქვენ კითხვიდან გამომდინარე, რომ დანაშაულია რასაკვირველია, აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ აქ მეორე მომენტი დგება. ეს დაკავშირებული რაც შეეხება საჯარო სკოლებს და თქვათ საგნის სწავლებასთან, განათლების კანონში როგორ არის ეს ყველაფერი ასახული. მოდით ჩვენ უნდა გავყოთ სპორტთან მიმართებაში, როდესაც ლაპარაკობთ სპორტის სპეციალისტებს, ანუ ის მწვრთნელები, რომლებიც მუშაობენ თქვათ სექციებში, იგივე ასაკთან, მოზარდებთან და მოსწავლეებთან სკოლის გარეშე სექციებში, ესე თქვათ შეიძლება ითქვას. არ აქვს ეს სპორტული კლუბები, მაგრამ პირობითად რაღაც მუშაობს ბავშვები ვარიშობენ სპორტულ კლუბებში და არიან ასევე ნაკლები გუნდები, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ამ გაყოფაში იმას გულისხმობ, რომ იქაც არაფერი არ არის კანონმდებლობით დარეგულირებული. ჩვენ ყველასათვის ცნობილი არის, გვაქვს 1996 წელს მიღებული სპორტის კანონი და სპორტის თამდევ სფეროში არავითარი კანონი არ არსებობს. მე მაგალითად ვიცი, ისევე ჩემი საერთაშორისო ჩემი გამოცდილებიდან, ან რომლებიც დაკავშირებული არის ევროპის ქვეყნების კანონმდებლობასთან, რომ ამ კუთხით ფიზიკური აღზრდასთან, ფიზიკურ განათლებასთან და ის რაც სპორტთან არის დაკავშირებული, უამრავი თამდევი კანონები არსებობს და მათ შორის ერთ-ერთი ის, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ არ უნდა მოხდეს სწორედ არაკვალიფიცირებული სპეციალისტის შესვლა და ან ვარჯიში განხორციელება კატეგორია განსაკუთრებით ბავშვებში. ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით, თუ არსებობს მაყურებელი ყავს 2-21-21-31 შეგიძლიათ დავკავშირდეთ, მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში, არ ყავს მაყურებელი. ირაკლი, განათლების სამინისტროსთან თუ გქონდათ საუბარი ამ თემაზე, თუ მოასწარით უკვე, იმიტომ რომ ეხლა მე ყველაფერს თავი დავანებოთ, მე თვითონ მშობელი ვარ და ძალიან არ მინდა რომ ვიღაცა უვიცმა ჩემს შვილს რაღაცა, ვთქვათ, განსაკუთრებული ისეთი დატვირთვა მისცეს, რომ ელემენტარულად მზარდმა ორგანიზმმა ვერ გაუძლოს ამ ყველაფერს. ხო, სწორია. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა, უბრალოდ მაყურებელი ყვა შემოუშვა და შემდეგ განვაცოთ ამაზე, განვაგზოთ ამაზე საუბარი. საგამშვიდობის გისმენთ. საგამშვიდობის. გამარჯობათ. ბატონ თამასთან ექნება კითხვა. დიახ. შეიძლება. ბატონო თამას, ბიზნესის მონაწილეობა სპორტში. რა იგეგმება ახალ კანონში ამ მიმართებით და რა ხელშეწყობას უნდა ელოდოს ბიზნესმენები საგადასახადო კანონმდებლობასთან მიმართებაში? კარგი, ძალიან დიდი მადლობა ბატონ თამას, ამ კითხვებზე მოგვიანებით გავცეთ პასუხი. კი, რა თქმა უნდა, საერთოდ ესეც ჯალზეც საინტერესოა. კი, დავაგროვოთ შეკვითხვები და შემდეგ ერთიანად გავცეთ ყველას პასუხი. ირაკლი, განათლების სამინისტროსთან. ორი ძირითადი უწყება, რომელთანაც ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა უნდა ქონდეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. პირველი ეს არის განათლების სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო. როგორც გითხარით, კვლევის შედეგები გაცნობეთ, ჩვენ გქონდა საუბარი განათლების სამინისტროსთან, მინისტრების დონეზე არის შეთანხმება იმას მიღწეული, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩამოყალიბებაზე, იმიტომ რომ ეს არის ორმაგი დაქვემდებარების მქონე უმაღლესი სასწავლებელი, რასაც შეეხება განათლების საკითხი, აკრედიტაცია და პროგრამული მიმართულება განათლების სამინისტრო უნდა მიხედოს, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ დარგობრივ დაქვემდებარებას, ის სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. ჩვენ გქონდა შეხვედრა სპორტის აკადემიის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელსა და მე განათლების მინისტრის მოადგილესთან და გეგმავთ საკმაოდ მჭიდრ თანამშრომლობას, არა მარტო მხოლოდ მემორანდუმების გაფორმებას, არამედ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას, იმიტომ რომ აქამდე ეს საკმაოდ არასრულყოფილი იყო.
მე ერთიც მინდა დავამატო, რომ ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი და მწვრთნელი თვისობრივად აერთიანებს ორ რეგულირებად პროფესიას, ექიმისა და პედაგოგის უნარჩვევებს. ამიტომ ეს არის აუცილებელი. მან ელემენტარული ბოდიში გაგაწყვეტინე, ელემენტარულად უნდა იცოდეს პულსის გაზომვა ბავშვისთვის. ყველაფერს თავი დავანება. რა თქმა უნდა, სწორედ ეს იყო სპორტის აკადემიაში ისწავლებოდა, ერთია ვინ იღებდა ამ ცოდნას და ვინ არ იღებდა, ერთია ის რომ სასწავლო გეგმები და პროგრამები ითვალისწინებს სწორედ ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას. ეს არის მომიჯნავე სპორტის მეცნიერებები, ეს არის დაწყებული ფიზიოლოგიით, ანატომიით, ბიოქიმიით, ბიომექანიკით, სპორტის ფსიქოლოგიითა და ასე შემდეგ. კარგით, მაყურებელი ყო საღამოშიდობის გისმენთ. გამარჯობათ გისმენთ. გამარჯობათ გისმენთ. არ ყავს მაყურებელი 221-21-31 შეგიძლიათ დავკავშირდეთ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. ბატონ თამაზ, მე მაინტერესებს ისე დაბარემ ამოვწუროთ ამ ეს კითხვა. ადამიანები, რომლებიც დღეს დასაქმებულები არიან და როგორც ირაკლის ნათქვამიდან გამომდინარე, ნამდვილად არ უნდა იყვნენ დასაქმებულნი იმ სკოლებში, იმ ადგილებზე, სადაც მუშაობენ. ანუ როგორ იქნება მათი საკითხი? როცა გაირკვევა ის ყველაფერი, ვინ არის კვალიფიციური, ვინ არ არის კვალიფიციური და ასე შემდეგ. ეს ბუნებრივად მარტივად უნდა გადაწყდეს, რასაკვირველია, განათლების კანონში ფიზიკის საგანს ფიზიკის საგანს ვერ წაიყვანს სიტყვაზე გეოგრაფიის მასწავლებელი. ამიტომ ხომ არ შეუშვებს სკოლის დირექტორი მას. ხომ არ აიყვანს თურმე უშვებდა ამ გაკვეთილისა ესე გამოდის. ეს სწორედ იმას მიუთითებს, რომ რამდენად ესე იგი ნეგატიურად იყო და უბრალოდ არ იყო შექმნილი ის ატმოსფერო, რომ ეს თქვენ ახლა მინდა თქვენი ის განაცოდე შევეხო ერთ ძალზე მნიშვნელოვან საკითხს, რომ საზოგადოებაში მოხდეს გაცნობიერება, რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აღზრდა. ადამიანის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა, სულიერი აღზრდასთან ერთად მისი ფიზიკური ჯანმრთელობა. შესაბამისად, ეს ავტორიტეტის შექმნა განპირობებული იქნება, რასაც თქვენ ბრძანებთ, სწორედ ისეთი კვალიფიციური მასწავლებლების შესვლა, ესე ვთქვათ, დარბაზებში იქნება თუ ღია მოედნებზე, გამომდინარე სკოლის ინფრასტრუქტურიდან, რომელიცაც მშობლებს საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ მისი შვილი ეს ფიზიკური განათლება და ჯანსაღი ცხოვრება იქნება ის წარმატებული ქვეყნისათვის, ახალგაზრდა თაობისათვის, ანუ მთლიანად ზოგადად ქვეყნისათვის. იმიტომ რომ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში უნდა იყოს აყვანილი. ამას სჭირდება ის თუნდაც დღევანდელი გადაცემა, რომელიც თქვენ მიუძღვინეთ, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია და ეს ნაბიჯ უნდა შეექმნათ ეს საზოგადოებაში ეს მიმართულება, რომ გავაცნობიერებოთ რამდენად ეს მნიშვნელოვანია. თქვენ ბრძანეთ მე თვითონ მშობელი ვარ და შვილები ყავს და ყველას. მაშა მოდი გულწრფელად თქვათ, ეხლა უხერხულია კრიტიკა, მაგრამ თუმცა ამის ყველაზე მეტი თქვათ უფლება ვისაც აქვს ერთ-ერთი უფლება მათ შორის მეც ვარ. არის წლების განმავლობაში იყო გაპიარებული სპორტის გაკვეთილები, რა კარგია, როგორ შეიცვალა ფიზიკულტურის კომუნისტური სახელწოდების გაკვეთილები, სპორტის გაკვეთილებად და თითქოს ყველაფერი დაალაგდა ქვეყანაში. მე გეუბნებით არსებულ სიტუაციაზე, ტერმინთა ცვლა ბუნებრივია, ვერ უშველის საქმეს, ვერც კლიპების გადაღება. მე კიდევ ერთხელ თავაზობ ჟურნალისტებს, საზოგადოებას, ერთად სამინისტროსთან ერთად მოვიაროთ სკოლები, ვნახოთ ინფრასტრუქტურა, ვნახოთ კადრები და ერთად ვიბრძოლოთ ამ პრობლემების გადაწყვეტაზე. ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ ეს საკითხი კიდევ გადასახედია, რამდენად მართებულია სპორტის გაკვეთილები და ფიზიკური აღზრდა, ფიზიკულტურა, რომ შეიცვალა სპორტის გაკვეთილება და მიეცა თქვა სკოლებს არჩევანი ამა თუ იმ სპორტის სამსახეობაში თუ არ ვწდები, რომ ჩატარდეს მეცადინეობები, არსებობს თუ არა იმის რესურსი, რომ კონკრეტულ სპორტის სახეობაში მეცადინეობა უნდა ჩაატაროს უკვე მწვრთნელმა და არა ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა. ესეც პრობლემაა. ის რაც თქვენ ბრძანეთ, რომ რა ეშველება იმ მასწავლებლებს და იმ კადრებს, მე არ მითხოვს რა ეშველებათ, რა ბედი ეწევათ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია ეს საკითხი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი არის ის, რომ არსებული კადრების გადამზადება მოხდეს და ამასთან დაკავშირებით სპორტის აკადემიის საინიციატივო ჯგუფს ქონდა შეხვედრა ქალბატონ მაია მიმინოშვილთან და ჩვენ ძალიან ახლო მომავალში დავდებთ პროგრამას, რომელიც მთელ საქართველოს მასშტაბით იქნება მობილური ჯგუფები შექმნილი, რომელიც კონკრეტულად არსებული ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებს ჩაუტარებს ეგრეთ წოდებულ კვალიფიკაციის გადამზადებას, სანამ ვიწრო სპეციალობით გამოუშვებს უნივერსიტეტი კადრებს. კი ბატონო, კარგი, კიდევ ერთი მაყურებელი ყავს საღამოშიდობის გისმენთ. რადგანება მოგესალმებით ყველას. დიდი სიხარულით უერთდები იმ გასწრას, რომ უნდა აღდგეს
ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, აკადემია. ეს იყო გლობალური თავდასხმა ჩვენს ახალგაზრდობას. მოისპო ინსტიტუტი, მოისპო სპორტული სკოლები, აიგზავნა ფიზკულტურის გაკვეთილები. ადგილებზე იყო ინსტრუქტორები, აღარაფერი აღარ არის. უმაღლეს სასწავლებლებში აღარ არის კათედრები, აღარ ტარდება ფიზკულტურის გაკვეთილები. ესე იგი, ეს იყო შეგნებულად, დაგეგმილად გაკეთებული ყველაფერი, რომ დაემახინჯებინათ ჩვენი ახალგაზრდობა. კიდევ კარგი, რომ გამოჩნდა ხალხი, რომელმაც იბრძოლა წლების მანძილზე და მიაღწია იმას, რომ დაუბრუნდა საქართველოს ის, რაც ეკუთვნოდა. მე ახლა ერთი შეკითხვა მინდა ბატონ თამაზისთან და ირაკლისთან. დიახ. ვერაფრით ვერ ვეგუები იმას, რომ ფიზკულტურის გაკვეთილები შეიცვალა სპორტით. ჩემთვის წარმოუდგენელია, მე თუ ამას ვინმე დამემტკიცებს, რომ ეს უფრო მომგებიანი იქნება ჩვენი ახალგაზრდობისათვის. არ ვიცი. დიახ, კითხვა რაში მდგომარეობს? კითხვა არის აი ეს, რამდენად გონივრულია? დიახ. ვინ დაგეგმა ეს, რომ სპორტით შეიცვალოს ფიზკულტურის გაკვეთილები და უნდა უშუალოდ თუ არა დროზე, რომ ეს მანკიერი რაც შემოგთავაზე დროზე მოვაშოროთ. სულ არ დაღუპოთ ახალგაზრდა. გასაგები, კარგით, გადაცემის მეორე ნაწილში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ჩვენ მცირე სარეკლამო ჭრა გვაქვს 2 წუთში ისევ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და განვაგრძობთ ჩვენი გადაცემის მთავარი თემის შესახებ საუბარს. მინდა იცოდე რა ხდება ქართულ ფეხბურთში. დაინტერესებს რა პრობლემებია ბავშვთა საფეხბურთო სკოლებში. რა განწყობაა გუნდებში ეროვნული ჩემპიონატის ყოველი ტურისტი. სურს კონდეს ინფორმაცია იმის თაობაზე თუ სად, როგორ და რა ხარჯებით ვითარდება ინფრასტრუქტურა საფეხბურთო მიმართულებით. მაშინ უბრალოდ გადმოხდეთ მზეზე ყოველ პარასკევს და გაიგე ის რაც საინტერესოა.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში 2-21-21-31 შეგიძლიათ დავკავშირდეთ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. ჩვენ საუბრობთ სპორტის აკადემიის აღდგენასთან დაკავშირებით. გადაცემის პირველ ნაწილში ნაწილობრივ მიმოვიხილეთ რაღაც საკითხები და ბუნებრივია დარჩენილ დროშიც ვისაუბროთ სწორედ ამ თემის შესახებ. ჩემთან სტუდიაში იმყოფებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე. ჩვენ შეგვიძლია უკვე გავაგზავნოთ გადაცემა და ვისაუბროთ. მე მით უმეტეს რომ იყო კითხვა ირაკლი და ძალიან მინდა კითხო ჩვენ ქონდა წვეტა ხო ბუნებრივია ძალიან სერიოზული რამდენიმე წლის განმავლობაში კი ბატონო აღდგა დაიწყო ფუნქციონირება უნივერსიტეტმა სპორტის მე მაინტერესებს სპეციალისტები რომლებმაც რეალურად უნდა გადასცენ ცოდნა იმ ადამიანებს ვინც ამ უნივერსიტეტში ისწავლიან მოგახსენებთ აკადემიის გაუქმებამდე სპორტის აკადემიაში 337 თანამშრომლიდან იყო 90 პროფესორი. დიახ. ანუ სამეცნიერო ხარისხის მქონე, სხვადასხვა სპორტული რეგალიის მქონე ადამიანი, რომელიც სამ კატეგორიად იყოფებს, არის ასისტენტ პროფესორი, სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი. ამ კადრების ძალიან დიდი ნაწილი მადლობა ღმერთს შენარჩუნებულია, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ და იმ ადამიანების წინაშეც კეთს ვიხდით, რომლებიც ამ 5 წელიწადნახევრის განმავლობაში დაახლოებით 30 ადამიანი უკვე გამოგვაკლდა ჩვენ და გარდაიცვალა. დღევანდელ შეხვედრას, სამუშაო შეხვედრას დაახლოებით 10-20 კაცამდე ვესწრებოდით ამ უცხოელ ექსპერტთან. მინდა გითხრათ, რომ ხვალ 3 საათზე სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში კიდევ გვექნება გაფართოებული შეხვედრა უკვე სპორტის აკადემიის იმ პროფესორ მასწავლებლებთან ნაწილი იმ სტუდენტობისა, ვინც ღებულობდა მონაწილეობას იმ აქციებში, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ამ აკადემიის გადარჩენის პროცესში, ასევე სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან, სასკოლო სპორტის ფედერაციის წარმომადგენლებთან. ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება საზღვარგარეთიდან. ჩემი თაობის ადამიანები, ვინც კურსდამთავრებულები არიან ჩვენი აკადემიის და დღეს წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. რამდენიმე მათგანი ჩამოსულია, შემიძლია დაგესახელოთ ირაკლი ბერიძე, რომელიც შესანიშნავი კადრია სპორტული მედიცინის რეაბილიტაციის სპეციალობით, იგი 12 წელია იტალიაში იმყოფებოდა, არის ასევე მილანის უნივერსიტეტის დოქტორანტი. ასეთი ძალიან ბევრი ყავს ჩვენ კადრები, ბევრის ჩამოთვლა შემიძლია. დღესაც ჩამოვიდა საქართველოში უკვე კიევის უნივერსიტეტის ასპირანტურის კურსდამთავრებული, რომელიც სამეცნიერო ხარისხი დაიცვა, ანუ კადრების პრობლემა ჩვენ იმდენად არ გვექნებათ, კიდევ ერთხელ ვამბობ და გვექნება კონკურსიც, როგორც აქ იყო შეკითხვა დასმული და საკმაოდ კრიტერიუმებზე იყო ასევე საინტერესო ის იქნება. კრიტერიუმები რა თქმა უნდა იქნება დადგენილი ჩვეულებრივად როგორც ყველა უმაღლეს სასწავლებელში ნორმა. კანონმდებლობა არეგულირებს ამას, კონკურსები ჩატარდება და ვიმედოვნებ, რომ ამ გამოცდილების მქონე ადამიანებიდან იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც არიან საქართველოსში და მის ფარგლებს გარეთ და მათ აქვთ სურვილი, მე ვიცი, რომ ჩამოვიდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელს, ჩვენ შევქმნით საკმაოდ მაღალკონკურენტუნარიან, ძალიან კარგ ევროპული დონის უმაღლეს სასპორტო სასწავლებელს რეგიონში. ძალიან კარგი, კიდევ ერთი მაყურებელი ყავს, საღამოშვიდობის გისმენთ და შემდეგ ბატონ თამაზს მოგცემთ თქვენი სიტყვის. საღამოშვიდობის გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობათ, ბატონო თამაზ, ერთი შეკითხვა მაქვს რა, მე ვარ თქვენი ყოფილი სტუდენტი და უბრალოდ მაინტერესებს იმ პერიოდში, როდესაც სპორტის აკადემია როგორც ითქმება, გააუქმეს და უდიერად ებრძოლდნენ თვითონ ინვენტარს. აი პასუხს აგებს თუ არა ვინმე ის პიროვნებები, აი იგლია სახელობის რექტორატი, რომ ის ინვენტარი რაც იყო, ლეიბები, სპორტული ინვენტარი რომ განადგურდა ყველაფერი. კარგით, მადლობთ 2-21-21-31 შეგიძლიათ დავკავშირდეთ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. მე არ ვიცი ხო, მე არ ამბობ. მე გეტყვით, მე უფრო ბოდიშჩუკი ბატონ თამასთან ამასთან უძრავ და მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით 5 წლის განმავლობაში სასამართლო დავის გარდა ჩვენ უამრავი საკითხი ქონდა განსახილველი, მათ შორის ერთ-ერთი სერიოზულიც ეს არის. მე მესმის თქვენი გულის ტკივილი და ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ გუშინ მე მყავდა არქიტექტორთა ჯგუფი და ჩვენ დაახლოებით 2 საათნახევრის განმავლობაში ვათვალიერებდით მთლიანად ინფრასტრუქტურას, შენობას, ტერიტორიას. მინდა გითხრათ, რომ ვანდალურად არის განადგურებული იქაურობა. მინდა გითხრათ ის, რომ საქართველოში ერთ-ერთი უნიკალური ანატომიის მუზეუმი არსებობდა სპორტის აკადემიაში, სადაც პრაქტიკას გადიოდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, ლაბორატორიები, სპორტული სასწავლო, საწვრთნელი და სამეცნიერო
ლაბორატორიები, ასევე ინვენტარი, მაგრამ მინდა დაგამშვიდოთ, დაგაწყნაროთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენ გვაქვს მიღებული პირობა, რომ ეს ყველაფერი აღდგება ხელახლა და თანამედროვე დონის უმაღლესი სასწავლებელი გვექნება თავის ინფრასტრუქტურით და მათ შორის ინვენტარიცაც. თუმცა, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით თქვენს პოზიციას გადაცემის დასაწყისში. ლაშამაც აღნიშნა, რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა, თუმცა ვიტოვებ უფლებას, რომ თქვა და შევაფასო და მე ეს საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზეც ვთქვი, რომ ეს იყო დანაშაული ქართული სპორტის წინაშე. კარგით, კიდევ ერთი მაყურებელი ყოს, დიდი ინტერესი გამოიწვია ამ თემამ, საღამოშვიდობის გისმენთ. საღამოშვიდობის. ესე იგი, რა მაინტერესებდა იცით აი წვრთნელობაზე რომ დაუშვათ აი წვრთნელობა რომ მინდოდეს. რა ეხლა მე ახალგაზრდა ვარ, მაგრამ რა ტრენინგები უნდა გავიარო და საჩემის კი ბატონო, კარგი, ძალიან დიდი მადლობა. გასაგებია 2-21-21-31 დავკავშირეთ მიიღეს მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. ბატონო თამას, ფაკულტეტებთან დაკავშირებით უნდა გითხოთ. ფაკულტეტებს სწორედ იმას გულისხმობდი რეგიონებს. ალბათ მას თქვენც ამას უნივერსიტეტში ფაკულტეტები თუ რეგიონებში? უნივერსიტეტში არა, თვითონ უნივერსიტეტში ფაკულტეტები. დიახ. ანუ ყველაზე სპორტის უნივერსიტეტში რა ფაკულტეტები იქნება? ანუ რა იქნება, აი თქვათ იგივე მწვრთნელობის საკითხი ხო? დიახ, თუმცა ფაკულტეტი ეს არსებობდა აკადემიაში, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლების სპეციალობით, პედაგოგები, რომლებიც გამოდიოდნენ. როდესაც აღნიშნე რეგიონებში, სწორედ მამას გულისხმობდი, რომ იქ ასევე პედაგოგიური ინსტიტუტებში, ეს ბათუმი, თელავი, ქუთაისი, გორი, სწორედ იქაც ეს კადრები მზადდებოდა ფიზიკური აღზრდის რადგან ჩვენ 2 წუთის წინ ესე ვთქვათ საუბარი გქონდა ვინ უნდა შევიდეს და არ შევიდეს ფიზკულტურის ესე ვთქვათ გაკვეთილზე. მე ერთი ის მინდა დავამატო თქვენს კითხვაში და მე ბატონი ირაკლი მას აღნიშნა და ის რაც დაკავშირებულია კადრებთან. ძალიან ბევრი თავი რო დავანებოთ ის რაც უკვე იყო საუბარი და აღარ გავარცოთ და ერთ-ერთმა მაყურებელმა სწორედ ინსტრუქტორებთანაც დასვა ის შეკითხვა. იმიტომ რომ პარალელურად ძალზე მნიშვნელოვანია პრაქტიკული ისეთი დარგია ჩვენი სპეციფიკა, რომ არა მარტო თეორიულად პრაქტიკაზე არის და დიდი აქვს როლი სწორედ სპორტული ფედერაციებისაც ის კადრი, რომლებიც უნდა მომზადდეს თვითონ ინსტრუქტორების სახით ფედერაციებიდან. ანუ რას გულისხმობ ამაში, რომ ერთია სალექციო კურსი, აუდიტორიული კურსი, მაგრამ მეორე არის კიდევ პრაქტიკული სტუდენტებთანაც. ეს ამის ყველაფერი ეს ინსტრუქტორების შუალედური რგოლია, რომელიც ასევე აუცილებელი არის სტუდენტებს რომ გადასცენ თავიანთი გამოცდილება და ცოდნა პრაქტიკული კუთხით და აი ეს რესურსი ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება სპორტული ფედერაციებიდან მხარდაჭერის კუთხით. რამე თუ ასევე სპორტულ ფედერაციებს თავიანთ საერთაშორისო ფედერაციებს, რომლის წევრებიც ისინი არის ძალიან დიდი პროგრამები სწორედ ესეთი ინსტრუქტორების მომზადების. და ეს საკითხი ანუ პარალელურად დადგება უნივერსიტეტის აღდგენის შემდეგ და იქნება ის ერთ-ერთი დიდი ხვედრითი წილი ამ მათი მონაწილეობის ფიზიკური განათლების ეფექტურობისათვის მომავალში. ლაშა, ბოდიში ფაკულტეტებთან დაკავშირებით დავამატებ, იმიტომ რომ როდესაც მოხდება ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და აღდგენა და შემდგომ აკრედიტაციის გავლა, სწორედ ამ კუთხით მისი კრიტერიუმებიდან გამომდინარე დაწყებული ფართით დამთავრებული პროგრამებით ძირითადი ამოცანა სპორტის უნივერსიტეტისა იქნება ძირითადი სამი მიმართულება, თუმცა არ გამოურიცხავ შემდგომში ევროპული გამოცდილება იქნას გაზიარებული და დამატებით სპეციალობებიც გამოცხადეს, ანუ მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაზრიდან გამომდინარე, მაგრამ ეს სამი ძირითადი სპეციალობები არის წვრთნელი სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი და რეაბილიტაცია სპორტული ვარჯიშებით. მე რო კითხოთ კიდევ ერთი და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი, მე მახსოვს რომ არსებობდა სპორტული ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ეს მე ვთვლი რომ პირველ ყოვლისა სპორტის განვითარებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გარწმუნებთ, ეხლა მე ბუნებრივია არავის რა თქმა უნდა შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ეხლა დღეს ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი, ძალიან სერიოზული კადრია, მაგრამ ვინც მოდის, მათ ჭირდებათ გაცილებით უფრო მეტი ცოდნის მიღება, ეს არ არის მარტო პრაქტიკა არ ხდება. ამიტომ მე გირჩევდით მეგობრულად, აუცილებლად ეს მეოთხეც აუცილებლად ფიზიკური აღზრდის და სპორტის სპეციალობის მე რაც მაგ დამთავრებული წროის ჩვენ მე პარალელურად პირადად დამთავრებული აქვს სპორტული ჟურნალისტიკის სპეციალობა და როდესაც საუბრობდი გერმანიის გამოცდილებას, ზუსტად ამ ევროპული გამოცდილების გაზიარებიდან გამომდინარე, ამ სამი ფაკულტეტის გარდა სპეციალობები უნდა იყოს აუცილებლად, როგორც არის სპორტის ჟურნალისტიკა, სპორტის მენეჯმენტი, სპორტის ფსიქოლოგია და ის თანამედროვე სპეციალობები, რომელიც დღეს უკვე სპორტის მეცნიერებათა საკითხში დგას უმნიშვნელოვანეს. აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა დეტალი ბატონ თამას ბოდიშს რო გადავწერთ უბრალოდ სპორტის დღეს არიან
ძალიან სერიოზული კადრები საგაზეთო მიმართულებით, იგივე სატელევიზიო, რომლის ელემენტარულად დიდი სიამოვნებით თვითონ დაგთანხმდებიან რაღაცა გარკვეული ეს მე არ ვიცი მასტერკლასები იქნება თუ არ ვიცი როგორ მოერგება მე უკვე ეს მაგრამ დიდი სიამოვნებით დაგიდგებიან გვერდში და ელემენტარულად მაქსიმალურად ჩვენი კარიერა იქნება ხო დახმარებას გაგზავნა იმიტომ მე ვთვლი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ირაკლისთან მექნება კიდევ ერთი კითხვა ბატონ თამაზ ირაკლი შენ შეეხე უცხოელ და ორივესთან სხვათა შორის იმიტომ რომ ეს ისეთი თემა საინტერესო ძალიან კალათბურთი და რაგბი ორი სახეობა რომელიც არის ძალიან წარმატებული ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახეობები რომელსაც მეთაურობენ უცხოელი მწვრთნელები მე თქვენი საუბრიდან გამომდინარე მივხვდი იმას რომ მაინც ასე თუ ისე არ გეთახმები იმაში რომ 50-50-ზე გაამართლებს თუ არა მაგრამ მე საით მიყავს ეს საუბარი არის თუ არა გეგმაში ის რომ რეალურად თქვათ ჩვენ მოვიწვიოთ წარმატებული მწვრთნელები თქვათ მწვრთნელთა ფაკულტეტზე მოვიწვიოთ მე არ ვიცი აი რიჩი დიქსონი ხო თუნდაც რიჩი რაფაელ ბენიტესი მაგალითად ანუ მე გულისხმობ იმად და რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ წაიკითხონ ლექციები, ჩაუტარონ, მე არ ვიცი, მასტერკლასები, რაც ჭირდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც ისწავლიან. რა თქმა უნდა, როდესაც საუბრობთ სპორტის ამა თუ იმ სახეობაში უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანაზე და აქ საკმაოდ მაღალანაზღაურებად ხელფასების გაცემაზე, ჩვენ შეგვიძლია საკმაოდ კარგი ანალიზი გავაკეთოთ იმისა, რომ ალბათ უფრო მომგებიანი იქნება მსგავსი ექსპერტების ჩამოყვანა, გასვლითი პროგრამების განხორციელება და საქართველოში მომზადება იმ კადრების, რომელიც არა მარტო საქართველოში იქნება მაღალკვალიფიცირებული და კონკურენტუნარიანი მწვრთნელი. იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამის გამოცდილებაც არსებობს. მე შემიძლია მოგიყვანოთ რამდენიმე მაგალითი, მაგალითად ჩემი კურსელი ბურჭულაძე, რომელიც არის იორდანიის ნაკრების მწვრთნელი ჩოგბურთში. შემიძლია მოგიყვანოთ გოჩა ალადაშვილი, რომელიც არის ბრაზილიის სან-პაულოს ფეხბურთში პროფესორი. შემიძლია მოგიყვანოთ ირლანდიაში ქართველი კაცი, რომელიც არის კრივში ნაკრების მწვრთნელი და მსგავსი წარმატებული ქართველებიც. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვფიქრობ ვინმე რომ წინააღმდეგი ვარ უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანისა. ამის წარმატებული პროექტი ჩვენ სახეზე გვაქვს კალათბურთში და რაგბში, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრია, გვაქვს წარუმატებელი პროექტებიც ფეხბურთში, ძიუდოში და შვილდოსნობაში, იმიტომ რომ მე ვესწრები ფედერაციების ყრილობებს და აი მაგალითად შვილდოსნობის ფედერაციის ყრილობა, რომელიც დაახლოებით 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა, ზუსტად ამაზე იყო, რომ იგნორირებული იქნა ქართველი სპეციალისტები, ქართველი მწვრთნელი საქართველოს ნაკრებისა, ჩამოყვანილი იქნა უცხოელი მწვრთნელი კორეიდან, რომელმაც როგორც სპეციალისტები ამბობენ და მშვილდოსნები ამბობენ, ვერ გაამართლა და არ გაამართა ამ პროექტმა, იმიტომ რომ არ შეეკითხნენ ფედერაციას, არ შეეკითხნენ სპეციალისტებს და კიდევ როგორც სხვა ბევრი საკითხი იყო პიარზე აგებული. კი ბატონო, კარგი. დავამატებ, არ შეიძლება რომ არ დავამატოთ, იგივე ძიუდოს მაგალითი, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული სპორტის სახეობა. სახეობა. იმედია ეს უკვე თქვა მომავლის, მაგრამ სწორედ ის ანალიზი და კვლევა არაფერი არ მომხდარა წინ და ძალზედ ცუდია რომ რაც მოხდა, კიდე არც იმის ანალიზი და კვლევა არ ხდება დღევანდელ დღეს იუდოს ფედერაციაში. მე არ მინდა ვინმე გამიგოს ის რომ კონკრეტულად ზაიზერბახენის წინააღმდეგ ან მის კომპეტენციაში ეჭვმეპარება, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგი დასკვნები შეგვიძლია გავაკეთოთ აი ამ საკუთარ თავზე მაინც ვისწავლოთ სპორტის გამოსწორება. ვისაუბროთ გასაკეთებელზე. კი ბატონო. რაც გვაქვს წინ და რაც გველის წინ და ბატონო თამაზ თქვენთან იყო კითხვა ბიზნესის ჩართულობასთან დაკავშირებით, რა და როგორ იქნება, მით უმეტეს რომ ეხლა მე ვთვლი რომ დღეს რა თქმა უნდა ნაადრევია საუბარი იმაზე რომ თქვათ სახელმწიფოს დახმარება არ მიიღოს სპორტის რომელიმე სახეობამ, იმიტომ რომ ეს იქნება კატასტროფის თვალსაზრისით. ჩემი აზრით რა თქმა უნდა შეიძლება თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ, მაგრამ დღეს სამწუხაროდ ესეთი სიტუაცია და ესეთი სიტუაცია იქნება იქამდე სანამ კერძო ბიზნესი არ ჩაერთვება სპორტში იმ დოზით, რა დოზითაც სპორტისთვის იქნება აუცილებელი და საჭირო. აუცილებლად გაქცევთ ამაზე პასუხს, მით უმეტეს კითხველმაც და მაყურებელმაც დასვა ეს საკითხი, მაგრამ თქვენ ბრძანებთ რომ მოდი მომავალზე და თქვენ რაც სპორტულ ჟურნალისტიკასთან ახსენეთ, მე ასევე გითხარით ერთ-ერთი თემა კონცეფციასთან, რომელიც არის დაკავშირებული, არის კონცეფციაში სპორტის ფიზიკური ოლიმპიური მუზეუმის სპორტის განვითარების სწორედ ერთი თავი, რომელიც მას მედიას ეხება სპორტთან და სპორტთან მის დიდ როლზე, ანუ მომავალ შეიძლება ამაზე უფრო ცლად საუბარიც. ხო, რაც ეხება რა ბიზნესთან დაკავშირებით. ბუნებრივია ჩვენი პრიორიტეტები ჩამოთვალეთ და ყველაფერი სამის განხორციელება შესაძლებელი იქნება თუ ჩვენ საკანონმდებლო ბაზას სპორტთან მიმართებაში
სამხედრო ბაზაზე აქტიურად ვიმუშავებთ და ეს ამაზე ჩვენ ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს. არა მარტო თვითონ სპორტის კანონზე, რომელიც უნდა იყოს თანამედროვე ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობილი და მან უნდა შექმნას ინსტიტუციონალურად სპორტის მართვა. კი ბატონო. და უშუალოდ ბიზნესზე თუ გავცემთ პასუხს. ბიზნესთან მიმართებაში ერთადერთი რაც არის და ბევრ ქვეყანაში ამის გამოცდილება არის და ჩვენ ეს გვაქვს ამის ანალიზი გაკეთებული უკვე და ჩვენ უკვე ჩვენი მდგომარეობიდან, ჩვენი პირობიდან, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან, მოსახლეობიდან და ამ გამომდინარე, უნდა დავდოთ ის, რაც დაკავშირებული იქნება საგადასახადო პოლიტიკასთან. თქვენ ვერ ნახავთ ევროპის გინდ წამყვან გინდ ყოფილ სოციალისტურ ბანაკს დღევანდელ დღეს, რომელსაც საგადასახადო კანონში არ იყოს სიტყვა შეღავათი მე ეს არ მიყვარს და ეს არც არის აუცილებელი. აქ არის ლაპარაკი დიფერენციალური მიდგომა საგადასახადო სისტემისა სპორტის სფეროსთან მიმართებაში. რაც შეეხება დაბეგრებს და ასე შემდეგ. მე ძალიან გული დამწყდა, როდესაც რამდენიმე წლის წინ მზადდებოდა კოდექსი საგადასახადო კანონში რაღაც გარკვეული ცვლილებები სამწუხაროდ სპორტის სამყაროს იყო, როგორც ჩემი ინფორმაციით მაშინ პარლამენტის კომიტეტიდან 600 წინადადება, ზოგადად საპარლამენტო კომიტეტში ეს ინფორმაცია იყო 600 წინადადება ყველა სფეროზე და არ იყო სპორტის სფეროზე. ესე იგი ეს არის ვისი ბრალი ჩვენი ისე სპორტის სამყაროს ბრალი, რომ ამ მიმართულებით არ მუშაობ და არ შეიძლება რომ თქვა 100 კვადრატული მეტრი ქარხანა, 100 კვადრატული კომერციული ცენტრი, ან 100 კვადრატული რესტორანი პირობითად ვამბობ ახლა ეს მე რო არ ჩავეძიოთ ფინანსისტებს და იურისტებს, ისევე იყოს დაბეგრილი 100 კვადრატული მოედანი, სპორტული მოედანი, რომელიც აშენდა იმისათვის, რომ იქ თქვა ივარჯიშოს ბავშვი. ან ინვენტარი. სპორტი ყველასათვის. ინვენტარი კიდე ძალკე რასაკვირველია, როდესაც შენ შემოგაქვს მასობრივი სპორტისათვის, სპორტი ყველასათვის რაღაც გარკვეული ბურთები იქნება ეს თუ აშენდა. გაბაჟების თემები და უამრავი ყველაფერი რაც მასთან არის დაკავშირებული და ეს უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით და ჩვენი პრიორიტეტი თეთრთან ერთად ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ საკანონმდებლო ბაზაზე. აქ არის ქველმოქმედებაზე, იგივე სპონსორთა ინსტიტუტზე, რეკლამაზე, რომელიც თქვენთან ტელევიზიო ძალზე მნიშვნელოვანია, სატელევიზიო უფლებები და ასე შემდეგ და ასე. კი ბატონო, სპონსორს ვერ მოიყვანთ ვერცერთ სახეობაში, თუ იმ სახეობას არ ექნა გაშუქება სატელევიზიო მიმართულებით, ამიტომ გამორიცხულია. თუ არ იქნება ჩართული ტელევიზია დიდი დოზის ბატონო თამას, თქვენ ჩემზე უკეთეთ. არ არსებობს უბრალოდ რომ ვინმემ რაღაც გარკვეული ინვესტიცია განახორციელოს ამა თუ იმ სპორტის სახეობაში. მაყურებელი ყოს საგამოშვიდობის გისმენთ. საგამოშვიდობის. დიდი ბოდიში თქვენ ახლა ბრძანეთ ფაკულტეტებთან დაკავშირებით ჩამონათვალი გააკეთეთ და მე ერთ რამეს ვიტყოდი, როგორც ყოფილი სპორტსმენი და ამ საქმეში ჩახედული პირი. ხომ არ იქნებოდა კიდევ ერთი ფაკულტეტი დაგემატებინათ დაწყებითი სამხედრო მომზადება და ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტი, რომელიც იყო. და რატო? დღეს მოგეხსენებათ საერთოდ განადგურებულია სპორტის მეცადინეობები სკოლებშიც და რა თქმა უნდა უმაღლეს სასწავლებლებშიც. და ასევე დაწყებითი სამხედრო მომზადება, იმიტომ ვახსენე, რომ საერთოდ იარაღთან წარმოდგენა არ აქვს ბავშვს. როგორ უნდა იხმაროს იარაღი, რა შემთხვევაში უნდა იხმაროს, რანაირი იარაღებია, რა სამხედრო შეიარაღება და ასე შემდეგ. კი ბატონო, კარგი, გასაგებია ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, სამწუხაროდ 1 საათი, ძალიან ცოტა დრო არის და შესაბამისად ყველა კითხვაზე ყველას მოკლედ უპასუხებ, რა თქმა უნდა, სპორტის აკადემიაში იყო. ჩვენ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ადრე უმაღლეს სასწავლებელში სამხედრო კათედრებიც არსებობდა, თუმცა დაწყებითი სამხედრო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალობა რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია სპორტის უნივერსიტეტის მიმართულებებში, შეიძლება ეს ცალკე ფაკულტეტი არ იყოს, მაგრამ იყოს ფაკულტეტზე არსებული სპეციალობა. ანუ ამ მიმართულებით ჩვენ აფიქრი გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ შექმნილი არის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი პროგრამა, პროექტი ამისა და ის სპეციალობების ჩამონათვალი, რომელიც უნდა იყოს და არსებობდეს, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ეს მიმართულებაც, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია საჯარისო ნაწილებშიც იმ ინსტრუქტორების და იმ კადრების მომზადება, რომლებმაც ფიზიკური აღზრდის მიმართულება უნდა წარმართონ. როგორც აღვნიშნე, სპორტის დარგის მომიჯნავე სამინისტროები არის განათლება და ჯანდაცვა, თუმცა არანაკლები ურთიერთკავშირი არის ძალოვან სამინისტროებთანაც. და აქვე მინდა მოიყვანო კიდევ ერთი სტატისტიკური მაგალითი, მონაცემი, რომელიც ევროპის ქვეყნებიდან არის
მიღებული, რომ სპორტში დახარჯული 1 ევრო ტოლფასია, ჯანდაცვის სისტემაში დასახარჯი 12 ევროსი. ანუ სპორტი არის პრევენცია და სანამ ადამიანი დაავადდება, ჯობია რომ სპორტში იქნას ჩადებული ეს ინვესტიცია. სპორტული მედიცინა არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ბუნებრივია, ხე თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენება და მე დარწმუნებული ვარ და ეჭვიც არ მეპარება, რომ ალბათ რაღაცა ნაფიქრი გვაქვს. ხო, არა, ბუნებრივია და შესაბამისად ამას გაცილებით უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. მით უმეტეს რომ ხა დღეს შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი იყოს ბატონ თამაზ ირაკლი, მაგრამ დღეს ჩვენ გვყავს ისეთ სპეციალისტები, რომლებსაც ძალიან მაღალ დონეზე შეუძლიათ კადრების მომზადება ამ მიმართულებით. შედის თუ არა სპორტული მედიცინის განვითარება პრიორიტეტებში? საკვირველია, როდესაც ვახსენებ ჩვენ სპორტული მეცნიერება, ბუნებრივია მათ შორის იგულისხმება სპორტული მედიცინაც. დიახ. ამიტომ ის პრიორიტეტული იქნება. კარგი და დიახ დასვა. არა, დიახ, ამას გულისხმობ, იმიტომ რომ შეუძლებელია მედიცინის გარეშე თანამედროვე სპორტი მედიცინის გარეშე. სპორტის ხო, მით უმეტეს ყოველდღიურად აბსოლუტურად ვითარდება და ვითარდება. შესაბამისად ცალსახა ისე არ გამოვიდეს, რომ ჩვენ ჩამოვრჩეთ მე ყველაფერს. ცალსახა ეს საკითხი. ისევე როგორც გვიანდობზე ვლაპარაკობთ განათლებაზე, რომ უკვე არის თუმცა ამ 5 წლის წვეტა როდესაც იყო, რა თქმა უნდა, სპორტი არ გაჩერებულა და ვითარდებოდა წინ და წინ და ამიტომ ჩვენ მოგვიწევს დაწევა ამ მიმართულებით. კი ბატონო, არა, მე ვფიქრობ, რომ ეს ბოლო საკითხი, რომელიც მე დავსვი, რომ შესახებას დავსვი კითხვა სპორტულ მედიცინას გულისხმობ, მე მიმაჩნია, რომ პირველ რიგში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ეს უნდა იყოს, ელემენტარულად იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცოტაა კადრი ამ მიმართულებით და რაც ყველაზე ცუდია, ბატონ თამაზ, ინტერესი პრაქტიკულად არ არის ამ სფეროს მიმართ. ხა ჩვენ ადრე ვაკეთებდით გადაცემას პალიკო კასრაძეს მიყავდა და ძალიან დიდი ინტერესი იყო, სტუდენტებიც მოდიოდნენ კონკრეტულად სპორტული მედიცინის და ამ მიმართულებით იყო. მე არ ვიცი თუ მოხერხდება, მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს გადაცემა აღდგეს ისევ და გავიდეს ეთერში, მაგრამ თვითონ ამ მიმართულებას მე მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დიდი მნიშვნელობა. მეც მაქვს უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით მორალური ვისაუბრო, ჩართული ვიყავი თავიდანვე და დღესაც მიმაჩნია, რომ რაღაც საფუძვლები თავის დროზე ჩაიდო, მაგრამ არ არის საკმარისი და ამას უფრო მეტი ყურადღება და ძალისხმევა ჭირდება მის განვითარებას. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთვის განკუთვნილი დრო სამწუხაროდ ამოიწურა, კითხვები კი მაქვს კიდევ ბევრი, მაგრამ გადავდოთ შემდეგი გადაცემისთვის, ჩვენ მოგვიწევს შეხვედრა, თქვენს მოგვიწევს სტუმრობა ჩვენთან სტუდიაში. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე მაყურებელს შეგახსენებთ, რომ ჩემი გადაცემის სტუმრები იყვნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონ თამაზ თევზაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე. მე გემშვიდობებით ხვალამდე ხვალ ჩვენ ტრადიციულად ტელეკომპანია მზის ეთერში შევხვდებით 22 საათიდან და გადაცემით 105 წუთი, თქვენ იცით რომ 105 წუთი ეთმობა მთლიანად საფეხბურთო მოვლენებს და ფეხბურთის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ასე რომ ხვალ განსაკუთრებით ფეხბურთის მოყვარულთ გიწევთ ტელეეკრანებთან. ხვალამდე კარგად ზანდებოდეთ.